რეზო ჭეიშვილი, ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია. მონაწილეობენ აკაკი ხიდაშელი, რევაზ თავართხილაძე, ლეო ფილფანი, ზურაბ ცინცკილაძე, სოსო ლაღიძე, სოსო ხაინდრავა, დავით უფლისაშვილი. რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი ჯემალ პატეიშვილი. მოკლავ შენი დედა! მოკლავ! სადახვა! სად კარბი ხარ! თუქაძე გაჭერდი! გაჭერდი თუქაძე! თუქაძე! მოკლავ შენი პატრონი დედა! გამოდი თუქაძე ხარ! გამოდი შენი დედა! თუქაძე მოკლავ! გამოდი! ვერ გადამერწევი თუქაძე! გამოდი თუქაძე! თუქაძე! გამოდი თუქაძე! გამოდი თუქაძე ხარ! ავადმყოფი ბიჭიკო ვახტანგის ძე ერეთელი. სლავანება. 37. განათლება. უმაღლესი. ეროვნება. ქართველი. კლინიკაში შემოსვლის წელი. ივლისი. კლინიკაში შემოსვლის წელი. 1900. კლინიკაში შემოსვლის წელი. 1900. შემოსვლის წელი, წელი. 1900. Centrum sari, chamokhari, tertaglovi sari ari. Centrum cite da vingrie, nebis nataftari ari. Porgilebi da viletem shvidoba da zavi ari. Evarari varalo. Evarari varalo. Centrum khali gadag fier tal seri gebari. Centrum cite da რომელი ხარ? მე ვარ. ვინ შენ? თუქაძე. გააღე, თუ კაცი ხარ ერთი. გამარჯობა შენი. გაგიმარჯოს? რა ვახარ ახლა შენ? სხვა ხომ არავინ გყავს ბიჭო სახში. ორ ოთახში მდგმურები მიდგას აქ მე ვარ. იქით კიდევ ცარიელია. ეს ვიცით. ჩაიცვი და წამოდი. ჩაცმული არა ვარ, ასე წამოვალ როგორც ვარ. ოიცი, მაინც ყოველ შემთხვევისათვის. წამოვიღო რამე? არაფერი არ გინდა. ანამნეზური ცნობები. დედა დიასახლისი. საშუალო განათლების ღვთისმოშიში მგრძნობიარე ქალი. გარდაიცვალა 40 წლის ასაკში. მამა ადვოკატი. ახალგაზრდობაში ზომიერად სვამდა. ფიზიკურად ჯამრთელი მშვიდი. დაიღუპა ტრაგიკულად. ავადმყოფი მშობლების პირველი და ერთადერთი შვილია. დედამ ნორმალურად მოილოგინა. მასები არ უხმარიათ. ძუძუმწოვარ ბავშვს ღვინოს არ ასმევდნენ. ძილში არ ყვიროდა. მაღლიდან არ გადმოვარდნილა. თავი არაფერზე მიურტყამს. სწავლობდა კარგად. გადატანილი აქვს ყბაყურა და ყივანა ხველა. იყო ჯიუტი, თავმოყვარე.
ადვილად აგზნებოდი. ბავშვობაში ორჯერ მოელანდა, რომ სახლის სახურავზე გარბოდა შავი კატა, რომელსაც კუძზე ცეცხლოვანი ბორტი ჰქონდა გამოგმული. ბავშვი შეშინდა. ეს სურათი ძილში ჩაყვა. კარგახანი დაამახსოვრდა. დარდობდა, კრთოდა. დაწოლისას საბანს თავზე წამოიხურავდა და გვიანობამდე არ ეძინებოდა. ჩაგდე აშენდა და სახლი არის სადაც ყინული გასტეხე სულზე ადადარი არის ევარალი ვარალო შალიკო ბიჭიკო დაბრუნდა რა ბიჭიკო დაბრუნდა იქიდან გუშინ შუადღისას ოთახშია ჩაკეტილი გონი კარი აჭედა შიგნიდან დარაბებიც დაკმანა დადის ოთახში და ხმამაღლა ლაპარაკობს რაღაცას რამდენი დღე ყავდათ 10 არ მივაკითხოთ რა ვიცი რადგან გამოუშვეს? გესმის? ისევ ლაპარაკობს. ვინმე სხომარე ლაპარაკება? არა. ნეტარას ლაპარაკობს. მე დავაკაკუნებ. შენ აქ მომიცადე. რომელი ხარ? მე ვარ. ვასიკო. რა გინდა? გააღე კარი თუ კაცი ხარ? დავაცადე ერთი წუთი. რა საკეთე ბიჭო? ბიჭიკო. კარი გამიღე, კარი. ფანჯრიდან გადმოდი ხარ? გამარჯობა ბიჭიკო. ფრთხილად ბიჭიკო. ფრთხილად. არ ჩამოვარდე. ტუკვაძე! ტუკვაძე! რა იყო ბიჭო? მოკლავ, შენი ძეთა! ბიჭიკო! მოკლავ! საცა! ბიჭო! დაწყნარდა. სადგარბი ხარ, ტუკვაძე! ბიჭიკო, მე ვარ, ვასიკო, ბიჭიკო. გაჩერდი თუ აშკაცი ხარ! ბიჭიკო, გაჩერდი, ბიჭიკო. როდესაც ეს ამბავი მოხდა, ბიჭიკო 37 წლის უცოლო და უდედმამო კაცი იყო. ადრე ერთი დიდი ელექტროსადგურის მშენებლობაზე მუშაობდა. ერთ-ერთ საპასუხისმგებლო უბანს ხელმძღვანელობდა. ელექტროსადგურის დამთავრების შემდეგ იმ ქალაქის მნიშვნელოვანი სამშენებლო ობიექტის უფროსად გადაიყვანეს. ბიჭიკოს მთელი ქალაქი იცნობდა. ბიჭიკო მოდის, ბიჭიკო ჩხუბობს, ბიჭიკო კეიფობს, ბიჭიკოს თავი გამოუჩენია, გაზეთში ხატიაო, ამბობდა დიდი თუ პატარა. ნაკეიფარი ბიჭიკო შინ რომ ბრუნდებოდა, უბნის ბავშვები მტრედის გუნდებივით აიშლებოდნენ. მეზობლები ღობეებს აწყდებოდნენ. გულგაღეღილი ბიჭიკო კოფოზე მეეტლის გვერდით იჯდა ხოლმე. ეტლში მისი ქუდი იდო. მეორე, მესამე ეტლში მეგობრები ისხდნენ. მეოთხეში დამკვრელები. ზურნადოლის ჭიჭყინზე ბიჭიკო ეტლიდან გადმოდიოდა. ძმაკაცებს ეთხოვებოდა, ცხენს ეფერებოდა. გრძელ წინაფრიან კეფს იხურავდა და პიცკად წელში გამართული შემოდიოდა ეზოში. ხელებს ზევით სწევდა და მეზობლებს ესალმებოდა. მეორე დღეს დილით ბიჭიკოს გრძლად დაგორგლილი ქაღალდები, ალბათ ნახაზები, იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი და სამსახურისაკენ მიიჩქაროდა. ხანდახან კვირა უქმე დღესაც მანქანა აკითხავდა და სამუშაოზე მიჰყავდათ. ამბობდნენ, სასოლე ჰყავს, მალე ქორწილს აბირებსო. ალბათ მართალი იყო, მაგრამ ქორწილი აღარ შემდგარა. სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო.
დაიცინეთ. დაიცინეთ. დამშვიდეთ. ასე. ახლა თქვენ გძინავთ. 1 2 3 დავიწყოთ. ყველაფერი ჩაიწერეთ. მესმის. გესმით? დიახ. მესმის. მიზანი. გასაგებია. მესმის. კაცი. ფული? დიახ. ფული. შავი. თეთრი. თეთრი. შავი. შიში. ელდა. ღამე. დღე. 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 დიდი. გელი. დრო. მასაშენელი ღამეა. მე არა ვარ დავნაშავე. მე არაფერი არ ვიცი. მე არაფერი არ ვიცი. ხმები. ხმები. მესმის ხმები. ჯამბატონო. ჯამბატონო მე არა ვარ დავნაშავე. მე არა ვარ დავნაშავე. მე არაფერი არ ვიცი. არ ვიცი. ბაბა, სად? ვერ ხედავთ. დახთან მივიდა, დახთან ორნი არიან. თავპატიშოთ. ბატონაც არა. ვინ იცნობს, ვინ? მე. ბატონო ჩემო. თუ გვიკადრებთ, მოგზავნით. ხავთ. დიდი მადლობა. გასაქცევად ვარ, გასაქცევ. ნება მიმოძეთ თქვენი სადღე გძელო შევსვა ბატონო ჩემო. გემბრძანდებით შესანიშნავი ქართველი ვაჟკაცი. ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი. დიდი მადლობა. თქვენ ღირსეულად აკეთებთ მეტად საჭირო საქმეს ბატონო ჩემო. თქვენ და თქვენი მეგობრები ერთგულად ემსახურებით სახალხო საქმეს. თქვენ რომ არა, ვინ იცის რა მოხდებოდა საქართველოს? შესანიშნავ ადამიანს, თავდადებულ ადამიანს, ჩვენი ერის ღირსეულ შვილს გაუმარჯოთ. ერთი სუდით სიწყნარე ბატონებო. ყველას ეგონა ბიჭიკოს სადღეგრძელო სიტყოდა. ტუკვაძესაც ყური გაუმახვილებია, მაგრამ ბიჭიკოს საცეკვაო შეუკვეთია.
7 კაცის პურმარილით სავსე მაგი და კბილებით აუწევია და უცეკვია. ასე ყოფილა ეს საქმე. ტუკვაძე რესტორანში აღარ გაჩერებულა. მალე წასულა. როგორც ამბობენ, საშინლად გაუბრაზებია ამ გამოხდომას. ეს მომხდარა ზუსტად იმ წლის 22 ოქტომბერს. იმ კაცს, ვინც ეს ამბავი გაიხსენა, იმ დღეს ვაჟიშვილი შეძენია. სუფრაც იმ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად ყოფილიყო გაშლილი და ეს თარიღიც ასე ზედმიწევნით იმიტომ დამახსოვრებია. იმ დღიდანო, ესე იგი 22 ოქტომბრიდან გაზაფხულამდე ტუკვაძე თითქმის ყოველდღე ვარჯიშობდა ძიმე მაგიდის კბილებით აწევაშიო. ნამდვილად ასე იყო თუ არა ძნელი სათქმელია, თუმცა დაუჯერებელიც არაფერია. მაგიდის საწევა კი ასე ხდებოდა. მაგიდის ერთ-ერთ ფეხს მიიბჯენდნენ თურმე მკერდზე და მაგიდის ცგიდეს იჭერდნენ კბილებით. დგებოდნენ და ფეხგულ ჩახუტებულნი ცეკვავდნენ. თუმცაო ამასაც იშვიათად ახერხებდნენ. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნებოდა ღონეზე, გაწვრთნილობაზე, კბილის სიმაგრეზე და სხვა ფაქტორებზე. მაგიდის სიმძიმესა და პურმარილის სიუხვეზე აღარაფერს ვამბობთ. შუა ზაფხული იყო, როცა ბიჭიკო წაიყვანეს. ერთი ამბავი მეორეს უკავშირდება, არაფერი უმიზეზოდ არ ხდება. მაგრამ ამ პატარა ინციდენტს და ბიჭიკოს ოფიციალურ წაყვანას თუ აყვანას შეიძლება არც არაფერი საერთო აქვთ ერთმანეთთან. ვინ იცის? Aktorom eşens gamcetnani na 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 venotsuale helsianani na na Haribo bagrexatsobanani na 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 shen gamartetselsianani na na Haribo bagrexatsobanani na 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 shen gamartetselsianani na ბიჭიკო ერეთელი იშვიათად, მაგრამ მაინც გამოთქვამს თავის მოსაზრებებს. იგი ამტკიცებს, რომ ყოველ ადამიანს თავის ორეული ყავს. აქედან ორეულიდან თუ ადამიანიდან ხან ერთია ნამდვილი, ხან მეორეო. ორეულის კარნახით ბრძანებით აკეთებს ადამიანი ყველაფერს, სანამ იგი თავადვე არ გადაიქცევა ორეულად და საკუთარ თავს, საკუთარ მეს არ დაუწყებს კარნახს და ბრძანებლობასო. თქვენ ყველანი საკუთარი ლანდის და ორეულის ნებასურვილს ემორჩილებითო, აბა? თანაც ამ ხანაგებს გამორჩევით უყვართ, აფასებენ. სამსახურშიც ახასიათებენ როგორც გულისხმიერ, საქმიან, ავტორიტეტულ ადამიანს. ითვლება თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტად. ამიტომაც მის გარშემო მყოფ ხალხს ადვილად იმორჩილებს და თავისი გავლენისა და ზემოქმედების სფეროში აქცევს. მისი მტკიცება ყველანი საკუთარი ლანდის და ორეულის ნებასურველს ემორჩილებითო საზოგადოებისათვის მეტად მავნეა და მიხარის ნანი na 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 რომეს ხოვრება შენდება ნანი na na ირთვება თურფად სოფელი ნანი na 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 იაბარდით ამ შენდება ნანი na na ავადმყოფი არის მაღალი, სწორი აგებულების. ძვალკუნთოვანი სისტემა კარგად აქვს განვითარებული. მყესთა რეფლექსები ცოცხალი და თანაბარი. თვალის გუგების დეფორმაცია არ შეინიშნება. აქვს გაშლილი ზერელი კანკალი და ხანგრძლივი დერმოგრაფიზმი. ორიენტირებულია როგორც დროში, ისე სივრცეში. იცის, რომ კლინიკაშია, მაგრამ არ იცის, რა ტიპის სამკურნალო დაწესებულებაა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ იგი სრულიად იზოლირებულია და ავადმყოფებთან არავითარი კონტაქტი არ აქვს. წუხს ღამით ცუდად ძინავს. შეკითხვებზე უხალისოდ პასუხობს. ლაპარაკობს ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
იხსენებს წარსულს გარკვევით, თუმცა არეულ-დარეულად. ამბებისა და ფაქტების თანმიმდევრობას ვერ იცავს. თავს ავადმყოფად არ თვლის. ძალიან უკვირს, როცა ამ საგანზე ლაპარაკი ჩამოვარდება. დაახლოებით შუადღისას იგი ცოფდება და მისი გაკავება თითქმის შეუძლებელია. ძალიან აგრესიული ხდება. ახსენებს ვიღაცის გვარს. ტუკვაძეს ზამთარ ზაფხულ ხაკის გახამებული ქუდი თვალებამდე ჰქონდა ჩამოწეული. წარმოსადეგ ახოვან კაცს სუქანი მრგვალის სახე და ძალიან პატარა თვალები ჰქონდა. ტყავის პალტოს იცვამდა. ჯიბეებში ხელებს ჩაწყობილი დადიოდა. იმ დროს, როცა კაცს ტყავის პალტო ეცვა და ხელებს ჯიბეებიდან არიღებდა, ბევრ რამეს ნიშნავდა. ტუკვაძეც ასე დადიოდა და მისი ეშინოდა კიდეც. რატომო? იკითხავს ახლა ვიღაც. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელი არ არის, მაგრამ არც ისე საჭირო და საინტერესოა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ბიჭიკო და ტუკვაძე ყმაწვილ კაცობიდანვე იცნობდნენ თურმე ერთმანეთს. არ მეგობრობდნენ, მაგრამ თავდაპირველად იმ წრეში ტრიალებდნენ, სადაც ახალგაზრდულ თავაწყვეტილობას, გულწრფელობას, სამართლიანობას და მკლავის ძალას ფასი ჰქონდა. ტუკვაძე ტოლს არავის უდებდა, მაგრამ იქ იმ წრეში ბიჭიკო პირველობდა. ტუკვაძე ამ ამბავს ვერ ურიგდებოდა და წყემას გულში ინახავდა. დროს თავისი მიჰქონდა და ორთავენი თავთავიანთი გზით მიდიოდნენ, მუშაობდნენ, ცხოვრობდნენ, ახალგაზრდულ ვნებებთან გამოთხოვება უჭირდათ. ტუკვაძემ რა გზით და როგორ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოულოდნელად კარიერა გაიკეთა. ხალხის პატივი, რიდი და შიში დაიმსახურა. ბიჭიკოსა და მისი გზებიც სამუდამოდ გაიყარა. ტუკვაძე დროდადრო ქალაქიდანაც იკარგებოდა. იშვიათად გაილამდებდა ხოლმე. ძველ საზოგადოებას კი რასაგვირველია მთლიანად ჩამოსცილდა. ამბობდნენ ძალიან მნიშვნელოვან საქვეყნო საქმეებს აკეთებსო. ბიჭიკო კი ძველებურად თავისუფლად, თითქმის უდარდელად მუშაობდა და ცხოვრობდა. საღამობით ისევ გამოდიოდა ბაღის კიდეზე და ძმაკაცებთან დგებოდა. ტუკვაძის დანახვაზე, როცა ნაცნობები შეჩოჩხოლდებოდნენ, ეღიმებოდა კიდეც. ერთი სიტყვით, ტუკვაძეს კაცად აღარ თვლიდა და ეს იყო. გასაწყვეტი ძაფი კი მაინც რესტორანში გაწყდა. ტუკვაძე მოკლავ. სულ ერთია ვერ გადავირჩევი. მოკლავ. ტუკვაძე შენი დედა. მოკლავ ტუკვაძე. სათამი ხარ, სადგარბი ხარ. სადგარბი ხარ, სულ ერთია მოკლავ ტუკვაძე. მოკლავ ტუკვაძე. სადამებალები. მოიცადე, დადაკი ტუკვაძე. გაჩერდე ტუკვაძე. მოკლავიცოდე. მოკლავიცოდე საწამი. სადამებალები ტუკვაძე. გაჩერდე ტუკვაძე. სულ ერთია ვერ გადავირჩევი იცოდე. მოკლავ. სადგარბი ხარ. სადგარბი ხარ. სადგარბი ხარ. გაჩერდე იცოდე. ტუკვაძე გაჩერდე. გაჩერდე თუ. რას გვიბრძანებთ, ბატონო პროფესორო, ეშველება რაიმე ჩვენს მეგობარს? კურნალობა შეიძლება, რადგან ფიზიკურად ძალიან ჯანმრთელია. ცნობიერება არ დაჩლუნგებია, გონება არ გაფხვიერებია. აუტიზმის ნიშნები მკვეთრად არ აქვს ჩამოყალიბებული. დიახ, კურნალობა შეიძლება, მხოლოდ რომელიმე დიდი ქალაქის კლინიკაში უნდა დააწვინოთ. ჩვენთან მოსკოვში თუ ჩამოიყვანთ, უფრო კარგი იქნება. დიდი მადლობა, უცილებლად ჩამოიყვანთ, რა თქმა უნდა.
ბიჭიკოს გავუმართო. ყველა მიცის რა კაცი იყო ბიჭიკო ერეთელი. რა ვარ კაცი, რა პატრიოტსანი, ჭეშმარიტი მამულიშვილი, შესანიშნავი ქართველი. ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი. მეგობრების დიდი მოყვარული. ბიჭიკოს მაკაცები ანგარებისათვის არ უყვარდა. მეგობრებს შეალია თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი. მათთან განაწილა ფული, ნიჭი, ძალა და სიყვარული. ასეთი კაცი ღმერთისაგან დაისაჯა. არა, ისამისათვის არ დასჯილდათ მებოა. უბრალოდ ბედმა არ გაუმართლა სიკვდილს. ჩვენ ახლა ხალხი ვარ. რა გახდა ბიჭიკოს მოსკოვში წაყვანა? ხომ თქვა პროფესორმა ეშველებაო. წავიყვანთ ბატონო, აუცილებლად წავიყვანთ ბიჭიკოზე ნაცვალო ჩემი თავი, როგორ? რა ვაშკაცი იყო? გახსოვთ მაგიდა რომ ასწია კბილებით და ისე იცეკვა. ახლა ყურები ნუ ჩამოყარეთ. მე თვითონ ვითავებ ამ საქმეს. ვნახე თუ არ მოვარჩეთ. ახლა კი კეიფი მინდა, კეიფი მწყური აბა შეუბეროთ ერთი. მაგრამ მალე ომი დაიწყო და ბიჭიკოსათვის 10 ჭეშმარიტად აღარავის ეცალა. ბიჭიკოს ერთი მდგმური ვასიკო, რომელიც ჯარში იყო ნამყოფი, როგორც გამოცდილი, სასწრაფოდ უკანვე წაიყვანეს. ბიჭიკოს სახლი მთლიანად მეორე მდგმურს შალიკოს დარჩა. შალიკოს მართალია დიდი ყურები ჰქონდა, მაგრამ ამის გამო არ დაუდიათ წუნი, ალბათ სხვა ნაკლიც აღმოაჩნდა და ომს აარიდეს. ვინიცობისათვის ღრმა ზურგში დაიტოვეს. ბოლოს ბიჭიკო ამას რაღა მეხვედრა უნდა, შალიკოს მოჯამაგირედ გადაიქცა. ბიჭიკო მთელი დღე თავწაღუნული დრიალებდა. შეშას ჩეხდა, პატარა ბაღჩას უვლიდა, ბარავდა, სხლავდა, თოხნიდა, ბაზარში დადიოდა. შუადღით ყვირილით იჯერებდა გულს და შემდეგ კიბეზე ისვენებდა. გულახდილად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი მდგმური ასე თუ ისე უვლიდა, აჭმევდა, აცმევდა შესაფერისა და სამართლოთ რასაგვირველია. ასე რომ არა, შეიძლება სულაც უპატრონოთ მომკვდარიყო. 9 მაისს ომი დამთავრდა. ბიჭიკოსათვის როგორც არაფერი დაწყებულა, ისე არაფერი დამთავრებულა. გარშემო კი ყველაფერი იცვლებოდა. ძველი მიდიოდა, ახალი ჩნდებოდა. ახლო-მახლო ახალი სახლები აშენდა, ხალხი გამრავლდა, ბავშვები დაიზარდნენ, მოხუცები დაწყდნენ. ბევრი ვერ დაბრუნდა ომიდან, ბევრი დაბრუნდა. ბიჭიკო კლავინდებურად დასდევდა ტუკვაძეს. მხოლოდ ძველებური სიფიცხით ვერა. ის სიბრაზე და სილამაზე აღარ ჰქონდა. ბოლოს მასვე შეარქვეს ტუკვაძე და ბევრს მისი ნამდვილი გვარი გადაავიწყდა. ახალგაზრდებმა, რომლებმაც არ იცოდნენ, ვინ იყო ადრე ბიჭიკო, როგორ შრომობდა, როგორ ქეიფობდა, უყვარდა, ზულდა, უხაროდა და ბოლოს როგორ ჩხუბობდა იგი თუ ეს აუცილებელი იყო, მისი გამოსხარება დააპირეს. დაცინვაზე ბიჭიკო პასუხს არ იძლეოდა, არ ბრაზდებოდა. არც მწუხარება ეტყობოდა, არც სიხარული და ახალგაზრდებს მასთან ურთიერთობა უინტერესოდ მოეჩვენათ. თავი მიანებეს. ბიჭიკოს დიდხანს აღარ უცოცხლია.
გარდაიცვალა ადრიან შემოდგომაზე. კაცი შვილი არ შეუწუხებია. წყნარად უხმოდ გათავდა. სიკვდილის წინ ნაღულიანად იხედებოდა და რას ფიქრობდა, არავინ არ იცის, შეიძლება ვერც ხვდებოდა, რომ მისი დღეც მოსული იყო და ყველაფერი მასთან ერთად ქრებოდა და მთავრდებოდა. ნეტავ თუ ახსოვდა, ვინ რა გაუკეთა, ვინ რა დააგარგვინა. შეიძლება ხვდებოდა და არ ამბობდა. მოკვდა დაფიქრებული, ალბათ ადამიანებს ყველაფერი აპატია. გასვენებაზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. გადასახურავით კრძალავდნენ, მაგრამ ბევრი დაუპატიჟებლადაც მოვიდა. შალიკოს ნაცნობ მეგობრებმა შეიყარა თავი, მაგრამ უმრავლესობა ბიჭიკო ერეთელის პატივსაცემად მოვიდა. პატარა ეზო, ძველი, დიდი ხნის უნახავი ნაცნობებითა და ამხანაგებით გაივსო. ნახევარზე მეც ბიჭიკოს გვარი ტუკვაძე ეგონა. სხვათა შორის, გასვენებაზე თვითონ ნამდვილი ტუკვაძეც მოვიდა. იგი ნაცნობა მოიყვანა. ნაცნობა უთხრა, ერთ ჩემ მოყვარეს ახლობელი მოუკვდა, თუ არ ვცდები, შენი მოგვარე უნდა იყოს და საქმე თუ არაფერი გაქვს, გასვენებაში წავიდეთო. ტუკვაძემ ერთი კი გაიფიქრა, ვინ ჩემი მოგვარე უნდა იყოს, ნეტავიო და რადგანაც საქმე მართლაც არ აქონდა, ნაცნობს წახვა. დარწმუნებული ხარ, რომ აქ ნამდვილად ტუკვაძეს ახლობდა? დიახ, ადრე ეს სახლი თვით ტუკვაძეს იყოფია. შემდეგ კი მისი მდგმურის გახდა. ტუკვაძე კი მდგმურის მდგურად გადაიქცა. რატომ მკითხე? აქ ამ ეზოში 20-25 წლის წინ ერთ კაცს ვიცნობდი. აღარ მეშლება ეს ეზოა. სად არის ნეტავი ის კაცი ახლა? ბიჭო, ტუკვაძე ბიჭო. ტუკვაძე ხედა, ტუკვაძეს ხედა ბიჭო. აბა რომელია ის? ძველი ჟამისფერი საწვიმარი რომ აცვიეგა. როგორ შეცვლა? ტუკვაძე ჩამოსულა, ტუკვაძე გაიგე, ნახე, რა დამსკავსია, ნახე. ტუკვაძე აკი ამბობდნენ დაჭერილიაო. იმასაც ამბობდნენ ციმბირში. რა არის ცხოვრება? როგორ თავისუფლად ლაპარაკობთ? აფსუს ერთ დროს მაგის სახელის ხსენებაზე ზანზარებდა ყველაფერი. არ შემოხვალ სამძიმარზე. რა მინდა რომ შემოვიდე რა. მაინც არავის ვიცნობდა. კარგი. აბა მე შევალ და მალე გამოვალ. გამარჯობათ ბატონო. გაგიმარჯოს. სუფრასთან ხომ არ მობრძანდებით ბატონო? ჭამა მე არ შემიძლია და სმა რა მინდა რომ დავждე. დიდი მადლობელი ვარ ჭამა ბატონო. რა გაწუხებთ ბატონო? კუჭის წოლული მაქვს. გამათავა კაცი. ნამეტანი შემოწოხა. ოპერაცია კი გავიკეთე, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოვჯობინდი. პენსია უნდა დაენიშნათ და ვერ დავინიშნე. საკუთებსაც ვერ მოუყარე თავი. ხან იქეთ გამიშვეს, ხან აქეთ გამომაგზავნეს. დავალ ახლა ასე გახლაფორთებული რა გინდა რომ ქნა. აკი არაფერი ბატონო. ყველაფერი მოგვარდება. თქვენ იყავით კარგად. თქვენ დამსახურებას ვინ დაგიკარგავს ბატონო? მართლა მასე კი არ არის საქმე. ღმერთმა ქნას მასე აიყოს. იბრძანდით თქვენ, მე აქ მოვიცდი, ნაცნობს ველოდები. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ. ტუკვაძე იდგა სადღაც. არ დაგინახია? აგერე, იქ დგას ეზოს კუთხეში. რა მოვიდა ხომ არ იცი? რას დამსგავსებია? კიბო აქვს და არ უმხელენ მაგ უბედურს. ვინ ეტყვის? თვითონ ვერ ხდება და. კუბო ეზოში გამოიტანეს. ხალხი წამოიშალა, შეჩოჩქოლდა. წინ პატარა ბიჭი მოდიოდა, რომელსაც ბიჭიკოს ახალგაზრდობის სურათი მოჰქონდა. გადიდებულ სურათს მიჩერებოდნენ, ოხრავდნენ, სინანულს და ახტაცებას ვერ მალავდნენ.
ტუკვაძეს რომ სურათისთვის შეეხედა იქნებ ეცნო კიდეც ვის დაგრძალვაზე იყო მოსული, მაგრამ იგი ხალხმა სულ ბოლოში ეზოს კუთხეში მიჩახა. ვიღაცამ ჩექმაზეც დაადგა ფეხი, ტუკვაძე სიმწლით დაიღრიჭა და ყურადღება აღარაფრისათვის მიუქცევია. ბიჭმა სურათი ქუჩაში გაიტანა. ცისფერი თვალები და ღია წაბლისფერი გვერდზე წმინდად გადავარცხნილი თმა ჰქონდა. ტუკვაძე გაჰყვა პროცესიას, მაგრამ მალე უკანვე გამობრუნდა. ხალხი ხმადაბლა ლაპარაკით, ჩუმი სიცილით და მოზუმილი სერიოზულობით მიაცილებდა მიცვალებულს. გრილი სასიამოვნო საღამო იყო. ნელა აუჩქარებლად მიდიოდა პროცესია სასაფლაოსაკენ. უკან დაბრუნებულ მარტო მომავალ ტუკვაძეს სიარული უჭირდა. ყოველ ფეხის გადადგმაზე ემანჭებოდა სახე. აუტანელი ტკივილები აწუხებდა, ეტყობოდა. თქვენ მოისმინეთ რეზო ჯეიშვილის მოთხრობა ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია. მონაწილეობდნენ აკაკი ხიდაშელი, რევაზ თავართქილაძე, ლეო ფილფანი, ზურაბ ცინცკილაძე, სოსო ლაღიძე, სოსო ხაინდრავა, დავით უფლისაშვილი. რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი ჯემალ პატეიშვილი. რადიო დადგმა ჩაწერილია 1988 წელს. აღდგენილია 2008 წელს. საქართველოს რადიო.